საღამომშვიდობის. თქვენ წინაშეა სპეციალური გამოშვება. დღეს ოდნავ დავარღვევ ფორმატს, ოდნავ კი არა, ფუნდამენტურად დავარღვევ ფორმატს და ეს არ იქნება ის გადაცემა, რომელსაც თქვენ ელოდებოდით. ამიტომ წინასწარ ვიხდი ბოდიშს. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი გადაცემა უინტერესო არ იქნება. დღევანდელი გადაცემის ფორმატის დარღვევა გამოიწვია ერთმა მოვლენამ, ეს არის წიგნი, რომელიც აგერმაგიდაზე მიდევს. მისი ავტორი გახლავთ ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი ვენორ კვაჩახია და წიგნს ასე ქვია ვეფხისტყაოსნის საიდუმლო, ანუ ანდერძი რუსთაველისა. რა თქმა უნდა, სათაური უკვე შეიცავს სერიოზულ ინტრიგას, იმიტომ რომ ვეფხისტყაოსნის საიდუმლო რაღაც ისე ჟღერს, რომ ყურს ჭახეთ ხდება. ეს წიგნი მეორედ გამოიცა, პირველი გამოცემა იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2000 წელს, მას შემდეგ აგერ მეოთხედი საუკუნე გავიდა და ახლა მოხერხდა მეორედ ამ წიგნის გამოცემა. წიგნის გამოცემასთან დაკავშირებით ბევრი იზრუნა ცნობილმა კაცმა, ყოფილმა დეპუტატმა, ბატონმა გოგი ბიჭაშვილმა, რომელმაც ჩათვალა, რომ ამ წიგნის ახალი გამოცემა აუცილებლად უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ ეს არის უაღრესად საინტერესო წიგნი, უაღრესად საინტერესო გამოკვლევა ვეფხისტყაოსნის თემაზე, რის გამოც ბატონ გოგის მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო. ახლა რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ გადაცემას, დღეს ჩემთან ერთად სტუდიაში იმყოფებიან სტუმრები, ბატონი რევაზ მიშველაძე, ცნობილი ქართველი მწერალი, ცოცხალი კლასიკოსი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, შემკული ბევრი რეგალიით, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და ასე შემდეგ, უამრავი პრემიის ლაურეატი, მაგრამ ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია იმასთან შედარებით, რასაც ქვია ქართველი მწერალი და ცოცხალი კლასიკოსი. ჩემთან ერთად სტუდიაში იმყოფება აკადემიის წევრი, ბატონი სოსო სიგუა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ცნობილი მკვლევარი ქართული ლიტერატურისა, ქართული ლიტერატურის ისტორიისა და შესანიშნავი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე. მადლობას მოგახსენებთ ბატონებო მობრძანებისთვის. მე ვფიქრობ, რომ თქვენ დაეთანხმებით იმ აზრს, რომ ეს გამოკვლევა, რომლის შესახებაც ჩვენ დღეს უნდა ვისაუბროთ, უდაოდ იმსახურებს სატელევიზიო განხილვასაც, სხვა დონეზე განხილვასაც, სხვათა შორის მისი ერთი განხილვა უკვე მოეწყო, პირველი გამოცემის განხილვა უკვე მოეწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ვფიქრობ, რომ ამ წიგნს აქვს ალბათ მომავალი ისეთი, რომ მომავალი თაობები დაინტერესდებიან ამ გამოკვლევით. ახლა უფრო კონკრეტულად, მაინც რა არის ამ წიგნში ისეთი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს? ვეფხისტყაოსანი ეს ის ნაწარმოებია, რომელიც ქართველი ადამიანისთვის, საქართველოსთვის მეორე ბიბლია, მეორე სახარება. ეს არის უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა, ეს არის როგორც ცხონებული დიდი ფილოსოფოსი და მოღვაწე, სხვათა შორის ვეფხისტყაოსნის რუსულად მთარგმნელი შალვა ნუსუბიძე ამბობდა და ამტკიცებდა, ეს არის უპირველესი ძეგლი აღმოსავლური რენესანსისა, რომელიც დიდად უსწრებდა დასავლურ რენესანსს. რამდენიმე საუკუნით დაასრულა აღმოსავლურმა რენესანსმა და სწორედ აღმოსავლურ რენესანსის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოები ვეფხისტყაოსანი არის. აქედან გამომდინარე ვეფხისტყაოსანზე უამრავი გამოკვლევაა დაწერილი და თითქმის არ არის მეცნიერებაში დარგი დარჩენილი, რომლის სპეციალისტები მას ამა თუ იმ კუთხით არ შეხებოდნენ. მაგრამ მიუხედავად ამისა, ვთქვი და გავიმეორებ, რომ ეს არის უაღრესად საინტერესო გამოკვლევა. რაღაც თვისებრივად და პრინციპულად ახალი არის მასში და ამის საილუსტრაციოდ მე მინდა თქვენ წაგიკითხოთ ერთი პატარა ნათქვამი ჩვენი ცნობილი და საამაყო თეატრალური რეჟისორისა ბატონ რობერტ სტურვასი, რომელმაც ხელი მოკიდა ვეფხისტყაოსანს, უნდა მისი თეატრალური კუთხით წარმოდგენა და აი ამ დროს მან თქვა ასეთი რამ.
ბავშვობაში მამაჩემი მეკითხავდა ვეფხის ყავსანს. ბევრს ვერაფერს ვხვდებოდი, მაგრამ სიუჟეტი ვიცოდი. რუსულ სკოლაში ვსწავლობდი და ამდენად დაკომპლექსებული გახდით. როცა მოგვიანებით ქართულად წავიკითხე, მართალი გითხრათ, ძალიან გამიჭირდა. მეჩვენება, რომ ესაა ირონიული ნაწარმოები ქართულ ზნეჩვეულებებზე, რადგანაც ავტორი პირდაპირ ვერ წერს ქართველების უარყოფით მხარეებზე. რომანტიზმით უკეთებს კონტრასტს ჩვენს ცხოვრებას. არ შეიძლება დაიჯერო, რომ ეს არის შენი ენციკლოპედია, რომელიც გამოხატავს ქართულ სულს. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მისთვის ჩვეული პირდაპირობით ბატონმა რობერტ სტურუამ თქვა ის, რაც განიცადა ვეფხის ყავსანთან ახლოს მისვლისას. ბევრი შეკითხვა გაუჩნდა. ამ შეკითხვებზე მას პასუხი არ გაუწია. იმიტომ რომ ეს არ არის ის შეკითხვები, რომელსაც შეიძლება ადვილად გაეცეს პასუხი. ეს ურთულესი შეკითხვები. და მას შემდეგ რაც ეს წიგნი გამოვიდა, უпроსტად მას შემდეგ რაც ეს წიგნი დაიწერა, აი აქ არის სწორედ იმ შეკითხვებზე პასუხის გაცემის მცდელობა და აქ არის ლაპარაკი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდა ისე, რომ ვეფხის ყავსანში დარღვეულია ზომიერება. არის გადაჭარბებული ცრემლის ღრა. გადაჭარბებული, დიდად გადაჭარბებული. არის გადაჭარბება სიმდიდრის აღწერაში. 3000 სააკიდეს ოქრო, ვერცხლი და ლალებიო. ეს ქაჯეთის ციხესთან არის დაკავშირებული ეს ეპიზოდი. 3000 ჯორცხენს რომ აკიდებს სიმდიდრეს. არის ხომ გადაჭარბება იმ მასშტაბის, რომელიც ლიტერატურაში ცნობილ მეთოდში არ ეტევა, ჰიპერბოლას რომ უძახიან. უფრო მეტია, ანუ ზომიერება არ არის დაცული ბევრი მიმართულებით. რაც რა თქმა უნდა ბადებდა შეკითხვებს. საკითხი ასე იდგა, ან უნდა გვეღიარებინა, რომ ვეფხის ყავსანში არის სერიოზული ლიტერატურული ხარვეზები, ან რაღაც ახსნა უნდა მოეცა ვინმეს ყველაფერი იმისა, რის შესახებაც ახლა ვსაუბრობთ. და სწორედ აი ამისი მცდელობა გვაქვს აი ამ გამოკვლევაში, რომელიც ახლა წინ მიდევს და რომელთან დაკავშირებით მსჯელობისთვის შევაწუხე ფრიად პატივსაცემი ჩვენი სტუმრები. მაშ ასე ბატონ ორეზო, თქვენგან მინდა დავიწყო. რა განცდა დაგეუფლათ, როდესაც გაეცანით ამ წიგნს? სიამოვნებით მოგახსენებთ ბატონო ვალერი, ჩემოსოსო. ერთი წუთით მინდა გადავსახლდეთ 60-იანი წლების უნივერსიტეტში, ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში. თქვენ რამდენჯერ მიახსენეთ უნივერსიტეტი ბატონ მელნურისთან დაკავშირებით და ის კარგი დრო უნივერსიტეტისა, სანამ მიხეილ სააკაშვილი 2500 პროფესორს გამორეკავდა უნივერსიტეტიდან და ფეხით გათელავდა ამ უპირველეს უმაღლეს სასწავლებელს. ამის მერე წლებით გავიდა, იცვლებოდნენ რექტორები, რა თქმა უნდა, მეცნიერებასთან, ხარისხთან, ჩვენი ერის ღირსებასთან არც ერთ მათგანს არ ჰქონდა არავითარი კავშირი და აი ეხლა მოვიდა უნივერსიტეტში ახალგაზრდა კაცი, ჯაბა სამუშია და ნელ-ნელა იდგამს ფეხს, თითქოს ახალი შექმნილი იყოს უნივერსიტეტი და იბრუნებს თავის სახელს, მაგრამ ამას დავანებოთ თავი. 60-იანი წლების უნივერსიტეტში გვახსოვს ჩვენ ყველას ერთი ახალგაზრდა კაცი. ის მაშინ
რა თქმა უნდა ახალგაზრდა იყო მე ახლა ჩემი გადასახედიდან 85 წლიდან ის ასაკიც კი როცა ბატონი ვენორი წავიდა ამ ქვეყნიდან მიმაჩნია ახალგაზრდულ წლად მაგრამ როცა უნივერსიტეტი დუღდა ყოველდღე იყო რაღაც შეხვედრები რაღაც დისპუტები ცენტრში აი ამ შეხვედრებისა ამ დისპუტებისა ამ კამათისა საერთო მეცნიერულ ლიტერატურულ ფილოსოფიური ცხოვრებისა რაც დუღდა მაშინ უნივერსიტეტში ცენტრში იდგა ერთი კოლხი კაცი ლამაზი კაცი პატრუქივით დანთებული კაცი მოსვენებულს ერთ ადგილზე დამჯდარს ვერ ნახავდით მაშინ მე წერდი სადიპლომო ნაშრომს და ბიბლიოთეკაში ვიჯექი ძალიან ხშირად და სამკლაურები მქონდა იმისე კი არა რომ მოდაში იყო იმიტომ რომ ერთადერთი პიჯაკი მქონდა და არ გავცეთოდა ხო სახელოებზე და ძალიან იშვიათად მინახავს ბატონი ვენორი შემოსული ბიბლიოთეკის ამ სიჩუმეში და სიწნარეში ყოველთვის გარშემორტყმული თანამოაზრეებით სტუდენტებით ახალგაზრდებით და მე ვესწრებოდი თქვენ ბრძანდებოდით მაშინ თქვენ ჩემზე და სოსოზე მარტო ჩემზე კი არა სოსოზეც კი გაცილებით ახალგაზრდა ხართ და ასე რომ არ ამგონია მაშინ ჩათოლები ვარ მაშინ მახსოვ ხართ სადოქტორო დისერტაციის დაცვაზე ბატონი ვენორისა ესეთივე კამათის ვითარებაში ჩატარებული დაცვა იყო მეგობრობდით ჩვენ რამდენადაც შეიძლებოდა მე ახალგაზრდა კაცს ერთად ვიყავით ახალგაზრდა მწერალთა წრის წევრები მაშინ ზვიად გამსახურდია მე გახდით თქვენი მონამორჩილი და ზაურ ბოლქვაძე სხვები აი ახლა უნდა გითხრათ რომ ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო ბატონო ვალერი თქვენს მიერ გამოცემული რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა უნდა გითხრათ აი ეს წიგნი ახლა ვენორი ქვაჩახია კი არა ძალიან ხშირ შემთხვევაში ჩვენი დიდი მეცნიერი მამები და მათ შორის უპირველესად ვეფხისტყაოსნის თარგმნელი შალვა ნუცუბიძეც კი ძალიან ცოტას ახსოვს მე ამ ბოლო დროს მიუხედავად იმისა რომ წერალთა კავშირშიც მუშაობდა მაქვს წვდომა ამ ღონისძიებებთან არ მინახავს აკაკი შანიძის შალვა ნუცუბიძის სიმონ ყაუხჩიშვილის გიორგი წერეთლის და სხვათა გახსენების საღამოები საიუბილეო საღამოები თითქოს საზოგადოება რაღაცა სხვა დატვირთვით არის შემყრობილი თითქოს სხვა ინტერესები გაგვიშთა და ის დიდი სახელები ჩვენი ეროვნული მამები რითაც ყოველთვის უნდა იამაყოს ქართველმა ერმა ქართველმა კაცმა მივიწყებას მიეცა და როგორ გამithმა სული რომ იცოდეთ ჩემო ვალერი როცა ეს წიგნი წავიკითხე თქვენი წინა სიტყვაობა დაბლურად დაწერილი ძალიან სწორად შეფასებაც და ის აქცენტებიც თავის ადგილზე გაქვთ დასმული და მე არ ვიცი ჩემი ჩამორჩენილობის გამო თუ რის გამოა ის პირველი გამოცემა არ მინახავს იმიტომ რომ ეთყობა ძალიან ცოტა ტირაჟით გამოვიდა და ჩემი ბრალიც არის რომ თქვა აი ახლა დიდი ინტერესით წავიკითხე
რაზეც თქვენ ყურადღება გაამახვილეთ აქ რომ ვეფხისტყაოსანში არის სხვათა მიერ სხვა მეცნიერთან მიერ თუ არა თქვენს მიერ კი არა პირადად თქვენ რა თქმა უნდა ამ შესწორებებს და შენიშვნებს არ დაეთანხმებოდით მე რომ თქვენი გემოვნება ვიცით მაგრამ არის მოსა გოგიბერიძე ასე ფიქრობს სხვები ასე ფიქრობენ ყველა შემფასებელს ვეფხისტყაოსნისას თავისი შეხედულება აქვს რომ შეიძლება ზოგი რამ გაზვიადებულია შეიძლება ბოლომდე ახსნილი არ არის ვეფხისტყაოსანში აი მაგალითად თქვენს ბრძანეთ და წინში ბატონი ვენორი ხაზგასმით ამბობს ხანდახან ზოგ მეცნიერს ეჩვენებაო რომ რა არის ამდენი გაუთავებელი ტირილი ვეფხისტყაოსანშიო რა არის ეს უთავბოლოდ საჩუქრების გაცემა ბოძება მიეც გლახაკთა საჭურჭლე ათავისუფლე მონები და ასე შემდეგ და ასე შემდეგო მე ვეფხისტყაოსნის მკითხველი ვარ და მაპატიეთ რომ მე ვინოხერი ვარ ჩემ თავზე ვლაპარაკობ მაგრამ 5 წიგნი მაინც მაქვს ვეფხისტყაოსანზე დაწერილი და იმ საკითხებს რაზეც აქ ბატონი ვენური საუბრობს და საუბრობს ძალიან სწორად მეც შევხები ვარ არავითარი გაზვიადება არავითარი გადაჭარბება არავითარი ოქრო ვერცხლის ასე უპრაგონოთო რომ იტყვიან გადაყრა ზუსტად ხელს რომ მოვკიდებთ ჩვენ და დავფიქრდებით პოემის ჟანრზე იმ ჟანრით არის ახსნილი ეს იცით რა ორი სახის ეპიკური ნაწარმოები არსებობს ერთი არის ეპიკური ანუ ისტორიული რეალისტური პოემა როგორიც არის რომანტიკული და აის აღმოსავლური პოემები შაჰნამე ნიზამი განჯელის სხვანი და არის ლირიკული პოეტური სიტყვა პოეტური ჟანრი ვეფხისტყაოსანი ამ პოეტური ჟანრის თხზულება გახლავთ როცა ამ თვალით შეხედავთ პოეზიაში აი თქვენ წარმოიდგინეთ სარკოფაგიდან დგება მუმია რა სიჩუმია ლუძიმე აბრეშუმია გალაქტიონი ამბობს დაუწყოთ ახლა ჩვენ გალაქტიონს კრიტიკა რა სარკოფაგიდან დგება მუმია კაცო მუმიას რა აყენებს ეს პოეზიის სფეროა და პოეზიის სფეროდან ბატონო ჩემო საყვარელო პატივსაცემო მეცნიერო ბატონო მოსე გოგიბერიძე რა თქმა უნდა არ უნდა მოგეჩვენოს გაზვიადებად არც ტირილი და არც იმ საბოძვარის გაცემა რაიც ხდება როგორც კი დაფიქრდები ჟანრზე იქ მთავრდება უკვე ჩვენი საუბარი შოთა რუსთაველი პოეტია და ყოველ ნაბიჯზე ეს პოეზია იგრძნობა ზეცა გაი დარბაზესა წერს და რანაირად შეიძლება დარბაზად აქციო ზეცა ესეც პოეზიის ფაქტიდან იმუშია ახლა რაც შეეხება ახლა ბუდიშვიხთი ვიდრე გადახვალ სხვა თემაზე აი აქ ოდნავ დავაზუსტოთ რაღაცეები ზეცა გაი დარბაზესა მხატვრული სახეა გასაგებია მაგრამ აი როდესაც ქალს გაამეფებენ თინათინს და თან გაათხოვებენ კაცზე რომელიც უყვარს ძალიან და ბედნიერია ხომ ორმაგად ბედნიერია ქალი ერთის მხრივ მეფე გახდა მეორე მხრივ თავისი საყვარელი ადამიანი მისი მეუღლეა უკვე იბარებს მას და ეუბნება სამსა ძებნე წელიწადსა იგი შენი საძებარიო დიახ
ვინ არის ეს საძებარი? ვინმე მოყმე, რომელიც სადღაც წყლის პირას იპოვეს. სხვათაშორის ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ აბჯარ უნდა გირსაო, ასე ახსარ შოთა რუსთაველი ცოტა გადამეტება აქაც გვაქვს. ლაგამ აბჯარ უნდა გირსა, ხშირად რომ ესხა მარგალიტი. ცოტა გადაჭარბება არის ალბათ, მაგრამ დავანებოთ ამასავე. აი ეს ძებნის ჟინი, ძებნის პათოსი. ჯერ როსტევანისგან მოდის. ნახეო, ესე იგი, ჩემი უბედურების სათავეო, რომ ვერ პოულობთ ამ ყმასო და ესო უნდა მომიძებნოთ აუცილებლად. შემდეგ თინათინი. ცოტა გაზვიადებული არ არის? მე მგონია, ბატონო რეზო, აქ არის აღმოსავლური ესთეტიკა, შაჰნამე, ნიზამი განჯელის, ლეილ მაჯნუნიანი, ვისრამიანი, აღმოსავლური ლიტერატურა. და გარდა ამისა, ბატონო ვალერი, ჩვენ ახლა დღევანდელი რეალისტური თვალსაზრისით არ უნდა შევხედოთ ვეფხისტყაოსანს. ჩვენ იმ დროის კონტექსტი უნდა გავიაზროთ. კი ბატონო. იმ დროის, იმიტომ რომ იქ მეფეების ცხოვრებაზეა ლაპარაკი, იქ არაბეთია, ინდიის, რეალური არაბეთი კი არ არის. ან რეალური ინდოეთი. ეს სიმბოლური აღმოსავლეთია და პოეტი თავისუფლად მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც საქართველოა ეს. არა, ნუ ახლა საქართველოს ქართველი ნახსენები არაა, ჩვენ გვინდა. კი, მაგრამ ტემპერამენტი თქვენ ახლა არ იტყვით ამას, რომ იქ საქართველო არ არის ნაბურის არა, ეს კი, მაგრამ ახლა ერთი რამ არის. აი ბელა შალვაშვილმა თარგმნა 9 ტომად არის შაჰნამე გამოცემული. აი რომ წავიგითხოთ შაჰნამეს ცალკეული წიგნები გაცილებით უფრო გაზვიადებაა, გაცილებით უფრო ჰიპერბოლიზებაა, ასაკობრივიც, რაოდენობის დახოცვაც, საბოძვარის, ყველაფერი ვიდრე ვეფხისტყაოსანშია. ვეფხისტყაოსანი ამგვარად უფრო ძუნწია ვიდრე ლეილ მაჯნუნიანი. იქაც არის ველად გაჭრა ეგრეთ წოდებული სატრფო ბოლოს და ბოლოს 10 წელი ეძებს ნესტანს. ტარიელი რა გახდა ეს ქალი 10 წელიო, მაგრამ ეს არის რომანტიკულ აღმოსავლური პოემა თავისი დროის კონტექსტით. დღეს ახლა მაშინ ახლა ანაკრონიზმი. ახლა ორივეს დაგისვამთ ამ შეკითხვას. როდესაც აი ამ გადამეტებულ ცრემზეა საუბარი ვეფხისტყაოსანში. კი ბატონო, ავხსნათ ეს აღმოსავლური ლიტერატურისთვის დამახასიათებელი, კი, ამით ავხსნათ. მაგრამ ერთნი რომ ტირიან და მეორენი რომ არ ტირიან, ნახეთ თქვენ ეს წიგნში, ხო? ამას ხომ ჭირდება ახსნა. სულ სხვანაირი ყოფილა როსტევანი და სულ სხვანაირი ყოფილა ფარსადანი. ორი მეფე, რომელიც თითქოს ერთნაირი ეპითეტებით არის დახასიათებული გავიდა. სხვაგვარი ხასიათები შექმნა. დიახ, თქვენ მკითხეთ წეღან აი არ არისო თქვათ ეს გაზვიადებაო. თქვენ ამით ვენორ ქვაჩახიას მიერ დამტკიცებული ჰიპოთეზა გააკრიტიკეთ ბატონო ვალერი, იმიტომ რომ ვენორი ქვაჩახია ამ თავის წიგნში სწორედ ამას ამტკიცებს. იქ რომ არის გაზვიადებული ტირილიო, არ არის გაზვიადებული. არ არის ესო გაზვიადებულიო, არც ის საჩუქრების გაცემა არ არისო. ვერც იმაში ვერ დავეთანხმები ბატონ სოსოს სიგუას, რომ ეს არის მაინდამაინც აღმოსავლური პოეზიის თვისება. გაუთავებელი ტირილი და გაუთავებელი ცრემლი. თქვენ რომ ციტატა მოიტანეთ რობერტ სტურუასი, მამაჩემი მიკითხავდა ვეფხისტყაოსანსო და მე რო გავიზარდე და წავიკითხეო, მომეჩვენა რომ ეს არისო თითქოს და პაროდია დაწერილი ქართულ სინამდვილეზეო. ეს მე გეუბნებით მთელი პასუხებლობით რეზო მიშველაძე ამას წარმოუდგენელი სისულელეა. ვერ გაუგია რობერტ სტურუას არავითარი პაროდია ეგ არ არის ქართული სინამდვილისა და ქართული ცხოვრებისა. ხოლო აი მისული ვენორ ქვაჩახია ნელ-ნელა უნდა ვაღიაროთ სოსო. არ შეიძლება ასე ხელაღებით ეხა რა თქმა უნდა რუსთველოლოგიაში
დიდი ავტორიტეტი ვენორ ქვაჩახი არ არის, მაგრამ მე არ ხონდა პრეტენზია რა თქმა უნდა. გამოოცა მისმა მიგნებებმა ნელ-ნელა სადაც კი საშუალება აქვს და სადაც კი მისი ფილოსოფიური ცოდნა მოგეხსენებათ ვენორი ქართული სოციოლოგიის ფუძემდებელიც არის ამის საშუალებას აძლევს ნელ-ნელა მიდის ქართული სინამდვილისკენ იდუმალია ეს სინამდვილე რა თქმა უნდა რომ შემეკამათოს აკადემიის წევრი და მართალიც იქნება ჩემი სოსო რომ შეკაიკაცო არ აღიარებს ამას არც აკაკი შანიძე არც სხვა არც ერთი არც მეორე არც მესამე რომ ქართულ სინამდვილეზეა და რაღა შენ და ვენორი ქვაჩახიას მოგეჩვენათ ასეო მე თავდადებით დავიცავ იმ აზრს რომ აქ შოთა რუსთაველი მართლა ინდოეთის ბედს კი არ მისტირის და არაბეთის სამეფოს ცხოვრება კი არ აინტერესებს ალეგორიულად და არ დაგავიწყეთ ბატონებო ჟანრმა განსაზღვრა პოეტურად ის ქაჯებიც სხვაგან რო არ გვხვდება ჩვენ სხვა აღმოსავლურ პოემებში პოეზიამ შემოიყვანა პოეზიამ და ეს კარგად დაინახა ვენორიმ აი ნახოთ ყბადაღებული თემა უამრავი მეცნიერი აკრიტიკებს და მეორე მხარე მეცნიერებისა მხარს უჭერს აბა რაშია საქმე იურიდიულად წერენ იურისტები რა თქმა უნდა დანაშაული ჩაიდინა ტარიელმა როგორ შეიძლებოდა შაჰინშაჰს შვილის მოკლა გაუსინჯოთ კბილი წერს ვენორი ქვაჩახია ეს ახალგაზრდა კაცი ვის გასახსენებლადაც ჩვენ აქ დღეს შევიკრიბეთ მივიწყებული ვენორი ქვაჩახია და კიდევ ერთხელ აფერუმ თქვენს ვაჟკაცობას რომ გაიხსენეთ იგი წრებრუნვაში შემოიყვანეთ მეცნიერებისა და სალაპარაკო მიეცით რუსთველოლოგებს რომ აი ვენორი ქვაჩახიაც დაფიქრებულა ამ საკითხზეო და აი რაზე როგორ შეიძლებოდა დამნაშავეა ნერსტანიც რომელმაც უთხრა მოპარვით მოყალ ესო სასიძო ის სტროფი რომელიც აქ ვენორის მოყავს უბრწყინვალეს სტრიქონი კარვის კალთა ჩახლარტული ჩავჭერ ჩავაქარაბაკე ყრმასა ფეხთით მოვეკიდე თავის სვეტსა შეუტაკე ეს საშინელი მკვლელობის სცენა რომელიც დადგა ტარიელმა რა მოხდა რაშია საქმე იძიებს ვენორი ქვაჩახია და ვენორი ქვაჩახიამდე სხვამაც არაერთმა გამოიძია და თქვენ წარმოიდგინეთ ნელ-ნელა მივდივართ იქამდე შაჰინშაჰ ვინ არის ხვარაზმი ფაქტიურად ალეგორიულად იქ მივდივართ ირანთან იმ ირანთან რომელსაც შემდეგ 2012 წელს ლაშქრობის დროს თამარ მეფის ლაშქარი დაიბღრობს ისპა დაამარცხებს სპარსეთის ჯარს ისპაჰანში შევა და თავის მეციხოვნეებს დააყენებს თამარი დაბყრობის სპარსეთში რა თქმა უნდა ეს ამბავი ორ თვეზე მეც არ გაგრძელდა მერე გამოგვაძევეს იქედან სპარსელებმა მაგრამ ეს სხვა თემაა ძლიერი საქართველოს შესახებ ვამბობ მაგრამ აბა ინდოეთი იქ ძალიან სწორად მიდის იქნებ ყარიელის მამამ სარიდანმა ისიც კი ანგარიშა უყურეთ რა ჭკვიანი კოლხია რომ ინდოეთის მეფეს ქალიშვილი ყავს მარტო არავინ არ აყავს
მოდი შევეფარები მე მის სამეფოს აგერ ჩემს შვილს გაზრდის მეფე და ხვალდაზე უკვე მემკვიდრე ეყოლება ინდოეთს ხოლო ნესტანი და დარიელი არც ისეთი გულუფრყვილები არიან და არც მკვლელები არიან სამშობლოს ბედი გიყვარდეს მტერი თქვენი დიდებული ფრაზა ქრისტესი ხო მაგრამ მარტო ამის იმედად გადარჩენილი იყო დავით აღმაშენებელი და სამოქმედო პროგრამად ვერ დაისახა ხო და დიდგორი ხო აი მართალი ხართ დიდგორის ომში ეთქვა გიყვარდეთ მტერნი თქვენიო რა გიყვარდეთ გასო 600 მილიონიან ლაშქარს ებძვის 60 მილიონიანი ქართველთა ლაშქარი გიყვარდეთ მტერნი კი არა აქ დავწვეთო ჩახერგეთ გზები და უკანასკნელ სისხლის წვეთამდე ვიბრძოლოთო. მილიონები არა ათასებზეა ლაპარაკი. ო, რა თქმა უნდა, ბოდიში. აი ახლა მოგახსენებთ, აგერ ისა სხვა მეფე დაждდეს ინდოეთს მერტყას მე ჩემი ხმალიაო. ბჭყალები გამოაჩინა. ტარიელმაც ბჭყალები გამოაჩინა ნესტანმაც. სხვა შემთხვევაში ეს უკიდურესი შემთხვევა იყო, რადგანაც იქ ვერ დაუშლიდიო მეო ტარიელი ამბობს, როცა ფასადანმა მოიწვია თათბირი და აი ვის მივათხოვოთ ნესტანი და რაღაცა. იქო არში იმათ გადაწყვეტილი ჰქონდათ უკვე, მაგრამ მერე ხალი მაწვევს საომბრათო, ამას რას მოვესწარიო? ნესტანმა უთხრა. ეგრე ვითა დაუძაბუნდი. ეგრე შენ ესწრებოდი იქო. შენი ნებაც და ყოფილაო. აი სამშობლოს ბედის პრობლემა. აქ უკვე ყველაფერი მთავრდება. ინდოეთში რო სხვა მოვა მეფეთ ტარიელმა გაისაზრა მე სპასპეტი ვიქნები ვინ დამტოებს რა თქმა უნდა თავს მოკვეთავენ კაცო პირველივე შემთხვევაში როგორც კი შაჰინშას შვილი დაждდება მეფედ და მეფედ დაждდება იმიტომ რომ ნესტანს შეირთავს ტარიელის ზღაპარი დამთავრებულია აი რამდენი რამ იყრის თავს და თანაც ახლა ნახე ერთი გადასვლა უნდა გავაკეთო საქართველოს ბედის ამბავია კი ბატონო ეხლა ნახე როგორ შენ შეეკამათე ვენორი ქვაჩახიას და ვენორი ქვაჩახიას ვიცავ მე შენგან ისე წავიდა საქმე ო მე არ შევეკამათე მე შევეკამათე იმ თვალსაზრისით რომ კი ვენორ ქვაჩახია ამტკიცებს რომ ეს გადაჭარბებები ეს შეუსაბამობანი არა ლიტერატურული თვალსაზრისით რაც აგვაქვს ერთი შეხედვით ჩანს ასე თორემ სინამდვილეში არ არის შეუსაბამობანი ერთ დიდ საქმეს ემსახურებაო იმ საიდუმლოს გახსნას სანამდეც მკითხველი უნდა მივიდეს საბოლოო ჯამში ამიტომ მართალი ხარ თქვენ როდესაც მეუბნებით შეეკამათეო მაგრამ მე ამის გათვალისწინებით ვამბობ და ახლა ჩვენ ერთ სერიოზულ თემამდე მივედით ბატონო სოსო კი ბატონმა რეზომ ახლა სამეფოს ინტერესებიდან გამომდინარე გაამართლა ის მკვლელობა რომელიც ჩაიდინა ტარიელმა ნესტანის დავალებით ხომ მაგრამ ჩვენ ანალოგიური შემთხვევა გვაქვს ვეფხისტყაოსანში სადაც არავითარი სამეფოს საკითხი არ წყდება ეს არის ავთანდილის და ჭაშნაგირის ამბავი ხო სადაც ისევ მკვლელობა მოხდა სხვათა შორის ამ წიგნის რეცენზენტები არიან ცნობილი ქართველი მეცნიერები აკადემიკოსი ალექსანდრე ბარამიძე პროფესორი რეზო ბალანჩივაძე პროფესორი ვახტანგ გოგუაძე ღმერთმა ნათელში ამყოფა სამივე დღეს არავინ არ არის მაგრამ ამ წიგნში ვენორ ქვაჩახია წერს ალექსანდრე ბარამიძესთან დაკავშირებით ალექსანდრე ბარამიძეს აი ეგ ეპიზოდი ასე აქვს ახსნილი რომ მხოლოდ ერთხელ მოუწიაო მოუხტაო ავთანდილსო შვიდად მძინარე ადამიანის უდანაშაულო ადამიანის მოკვლაო და ვენორ ქვაჩახია წერს
აბა ის გააკდა რუსთაველს დავთანდილსო ყოველ უზმოზე თითო უდანაშაულო ადამიანი მოეკლატო ეს არის რაინდული ეპოსი ეს არის ისეთი ამბავი სადაც არის უმაღლესი ჰუმანიზმი მოცემული და ამ ჰუმანიზმთან წინააღმდეგობაში არ მოდის ეს ამბები თუნდაც ის რომელიც უკვე განვიხილეთ და ის რომლის შესახებაც შეკითხვა დაგისვით დავთანდილი და ჭაშნაგი ეს ერთი შეხედვით კი ასე არის მაგრამ ახლა ჩვენ დაუშვათ არ მოეკლა ავთანდილს ჭაშნაგირი ხო დაემუქრა ფატმას კი და წვერი მოიქაჩაო რაღაც ის არის თურმეга დაფიცებასავით წვერს რო ჩამოიქაჩავე წვერთა ფუმიყავ ფატმანი დაიღუპებოდა შენ შვილებსო კბილები და გაჭმევინება ფატმანი დაიღუპებოდა და ის საიდუმლო რო ამბობთ ჩვენ ნესტანის პაუნისას დამთავრებული იქნებოდა კი ბატონო ხო და ამ შემთხვევაში ეს ხო სიუჟეტურად საინტერესოა ლიტერატურულად საინტერესოა იმიტომ რომ თუ არ იქნა აზრობრივი წინააღმდეგობანი აი ერთი ასე იცავს მეორე ისე იცავს მაგრამ მხატვრული ლოგიკით ეს არის აუცილებელი და გამართლებული და გარდა ამისა კიდევ უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ ეს მე-20 საუკუნე კი არ არის ეს მე-12 საუკუნეა როდესაც ის კვლელობას ის ჩვეულებრივი მაგალითად თურქეთში მიღებული იყო სულთანი რო ავიდა და თავის ძმები უნდა დაეხოცა. ერთმა 19 ძმა მოკლა თავის. ხო და ახლა ჭაშნაგირის კვლობა რა არის შედარება ძმებს ხოცავს ხელისუფლების სათავეში მოსული კაცი. იმიტომ რომ მიზანი არის აუცილებელი პარადოქსი რომ არის მიზანია მართლებს საშუალებას. იმ დროს მით უმეტეს შუა საუკუნეებია ფეოდალური სისტემა. თავის დროის კონტექსტში ეს შეულებრივი ამბავი არის თავის დროის კონტექსტში. მაგრამ თქვენ ხომ არ უარყოფთ ამითი იმ ჯაჭვს ლოგიკისა, რომელმაც ვენორ ქოჩახიამ წამოაყენა ამ შემთხვევაში და მან თქვა რომ ვეფხისტყაოსანში მოცემულია ესეთი ამბები, რომელიც დაგაფიქრებს და გაიძულებს რაღაცა მიმართულებით გაამახვილო ყურადღება. თუ არაფერს არ გამოტოვებ, აი ის რაც ხარვეზი ახლა ისე გაამართლებ, ასა გაამართლებ, მაინც შეუსაბამობაა. მკვლელობა მაინც მოხდა, ხო? ამიტომ მკვლელობა რატომ ჩაადენინა რა არ შეიძლებოდა გვერდია. მკვლელობა რა სახით? მოჭდა საშინელი სახით, კი. და მოუტანა ამ კალს დოკუმენტურ კისებად რომ აი შენი ბეჭედი რომელიც მას თილზე ეკეთა რა საჭიროა ეს ყველაფერი რაღაცისკენ გიბიძგებსო გვეუბნება ჩვენი მკვლევარი და შენ ამ ჯაჭვს თუ გაყვები მაშინ მიიღებ მთლიანობაში იმ კიბეს რომლის საფეხურებსაც შეადგენს ეს დეტალები და ამ კიბეს თუ აუყვები მიხვალ იმ საიდუმლომდე რომლის ღიად თქმა ამ წიგნის ავტორს არ შეეძლო. იმიტომ რომ ეს რომ ღიად ეთქვა, ეს წიგნი ჩვენამდე ვერ მოაღწევდა. აქ ძალიან რთული საკითხია წამოყენებული და ახლა ბატონო სოსო, მე და თქვენ ვართ ერთი თაობის ადამიანები და ერთ დროს ვსწავლობდით სკოლაში, ერთ დროს ვსწავლობდით უნივერსიტეტში და ერთად გვაქვს ერთ დროს მუშაობდით. კი, ტელევიზიაში ერთ დროს მუშაობდით და ასე გვაქვს გამოვლილი ეს ცხოვრების გზა. მე მახსოვს და თქვენ მით უმეტეს გემახსოვრებათ, იმიტომ რომ ლიტერატურის დიდებული სპეციალისტი ბრძანდებით. რომ ვეფხისტყაოსანს ასე გვასწავლიდნენ, ვეფხისტყაოსანში არ არის ეჭვიანობა. ვეფხისტყაოსანში საერთოდ არ არიან უარყოფითი პერსონაჟები. გახსოვთ ხო? ვენორ ქოჩახია სვამს საკეთს. ბიჭო, ეპოქალური ნაწარმოები. როგორ შეიძლება შექმნილი იყო ისე, რომ მასში უარყოფითი პერსონაჟები არ იყვნენ. სწორია საკითხის დასმა. გეტყვით ახლა ბატონო. სხვათა შორის ნაწარმოებებში დადებითი და უარყოფითი პერსონაჟების ძებნის პრობლემა როცა შეიქმნა საერთოდ ლიტერატურულ კრიტიკული აზროვნება იქედან მოყოლებული აი ახლა როცა
სოციალისტური რეალიზმის ისტორიას ჩაბარდა და თავისუფალი ლიტერატურული ცხოვრება შემოვიდა, ახლა შეწყდა. გენიოსი იმიტომ არის შოთა რუსთაველი, რომ თავის პერსონაჟებს ასე კი არა ალაგებს დედალ-მამალ პერსონაჟებად, ეს დადებითია, ეს უარყოფითია. არა, რთული ადამიანური ხასიათებია ტარიელიც, რთული ადამიანური ხასიათია ავთანდილიც, მთავარი პერსონაჟები. ბატმანის. ხო, რა თქმა უნდა, სხვაიც. ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ? ავთანდილი ერთი ნაკლიო, ერთი ჩემი ასპირანტი ქალბატონი ამბობდა, მაინც აქვსო ბატონო რეზოვო ავთანდილსო, რომ თინათინს რო ღალატობსო, ამ ფატმანდა კარგი კაცო, მისი სირთულე სწორედ ამაშია. ეს ღალატი კი არ არის. ახლა აქ ერთი გულუბრყვილო აზრი აქვს, ხათაშორის ჩემ ნეტარხსენებულ ჩემთვის უსაყვარლეს კაცს ბატონ ვენორის, რომ მარცხდებიან თუ არა ქაჯები ვეფხისტყაოსანში. აი უარყოფითი პერსონაჟი ვაიმე ეს არ აღმოჩნდა. იქნებ სარიდანია უარყოფითი პერსონაჟი, ტარიელის мама. არც ესაა თლათ უარყოფითი ტარიელის мама როგორ იქნება და მიადგნენ ქაჯებს. აი ქაჯები არიან უარყოფითები და რაღაცაო, მაგრამო ვენორ კაჩახია ძალიან საინტერესო და სწორად წერს, ხო? რა გამღრათებობიან ესტანს ყველაფერი და დედოფლად უნდა, დედოფლად უნდა, ხო? ესენიო ქაჯები არ დაუმარცხებიათო ამ სამგმირს, ტარიელს, ავთანდილს და ფრიდონს. მოაქვს ციტატები, თქვენ წარმოიდგინეთ, მე რომელმაც თელი ვეფხისტყაოსანი თითქმის ზეპირად ვიცი, აი ეხლაც საბსტუმალთან მიდევს და შარშან გამოვაქեղნეთ წერილი ყველაზე სტილისტურად გასწორებული ვეფხისტყაოსნის კიდევ გასწორებული ჩემეული ადგილები. თქვენ წარმოიდგინეთ, შევასწოროთ თუ არა ვეფხისტყაოსანი, ასეთი სათაური აქვს ჩემ წერილს და აი რა გეტყვით ორიოდე სიტყვით. ქაჯდ გამჟღამდა ნესტანის და ტარიელის დამნაშავეობა ყველაფერი და წაიყვანეთ და დამარხეთ იქ სადაც ზღვისა ჭიპია, რომ ვეღარ ნახოს ხმელეთი და ვერც ყინული ლიპია. ქაჯდ გაეხარნეს ხმამაღლად იყივლეს იპია. ბიჭო, მიდევს წინ ეს ვეფხისტყაოსანი. ხმამაღლა ყივილი შეიძლება ვალერი სოსო. შეიძლება დაწერო მწერალმა მამალი ხმა დაბლაყიოდა. ანდა მე თუ ვყივი, მე თუ გეზახი, მე თუ ვყვირი. ესე იგი ხმა დაბლაყირი კაცო? რუსთავას როგორ მოუვიდა ეს მე თქვი. და მე თვითონ დამნაშავე ვარ, აი თქვენ წინაშე პირველად ვამბობ, ჩავიდინე ასეთი მკრეხელობა. ქაჯდ გაეხარნეს ხმამაღლად იყივლეს იპია. სხვაგან რამდენიმე ადგილზე წერია შეხლტუნვით გაეხარდება რომელიმე პერსონაჟს და შეხლტუნვით იყვირებს, ხო? ქაჯდ გაეხარნეს შეხლტუნვით იყივლეს იპია. შეხტენი გაეხარეს, ეს გავასწორე. ვეფხისტყაოსნის რამდენიმე გამოცემაში ეს ჩემი გასწორებული რო დავინახე მესი ამოვნა, ასე რომ იქ დაშვებული გადამწერის მიერ არ შეიძლება რუსთაველის ხელიდან გამოსულიყოს ქაჯდ გაეხარნეს ხმამაღლა იყივლესო. არ იქნებოდა ასე. ამ თვალით წავიკითხოთ მეთქი ვეფხისტყაოსანი.
ვეფხისტყაოსანი ისეთი ზღვა, რომ ყოველთვის იპოვი მასში რაღაცას ისეთს, რომ მიუხედავად იმისა უზადოა ნაწარმოები, შენ უკეთესობისკენ, ამიტომ წერს ვაჟა-ფშაველა. ხელი არ უნდა ჩახყოს ვეფხისტყაოსანში არა პოეტმა. მხოლოდ და მხოლოდ მშრალი გონების მეცნიერმა ვეფხისტყაოსანი ისევ და ისევ მწერალმა პოეტმა უნდა გაასწოროსო. პოეტი უწერია ვაჟა-ფშაველას და აბსოლუტურად სწორია. იმდენი შეცდომა დაუშვეს პოეტებმა. უკაცრავად ერთ ასეთ კურიოზულ ფაქტს გაგახსენებთ. ვიქტორ ნოზაძე, დიდი რუს თეოლოგი, ბრწყინვალე წიგნების ავტორი, ვეფხისტყაოსანს ხშირადაა ციტირებული ბატონორს აქ. ერთგან ყველაფერი წაკითხული აქვს ვენორის საბა. აბსოლუტურად ყველაფერი წაიკითხა. ერთგან ამბობს ვიქტორ ნოზაძე. ვეფხისტყაოსნის უფრო მნიშვნელოვანი და კარგი იქნებოდა ტექსტიო, რითმები და მეტაფორები ხელს რო არ უშლიდეს. ახლა თუ რითმები არ ექნა, აბარისთვის გვიყვარს მეტაფორები თუ არ ექნა, ესე მარტო აზრი კი არ გვინდა ჩვენი. აბა კეთილი რომ ჯობია ბოროტს, მაგ ისედაც ვაღამიცის. ჩვენ გვინდა ეს რაც არის, ეს კარგი აზრი პერსონაჟები მაღალ პოეტურად რომ არის წარმოდგენილი ამ ფორმებში რომ ეს რა სისულელე უთქვამს, კაცო. აი ეს უწერია. აბა დაწერე მაგალითად. ესე იგი ხანდახან რომ ვკითხულობ, ფიქრობ, ღმერთის დაწერილი ხომ არ არის მეთქი. ერთსა წავსყდი უტევანსა, წავგრძელდი და წავეგრძელად. ესე იგი სხვა მწერალი დაწერდა ერთ უტევანზე რომ მიუახლოვდი მტერსო, ხელი ამოვიღე მარჯვენა, ხმალს მოვკიდე, წინ გავიშვირე ხმალი და წავედი ასე ცხენს დეზი შემომკარი და წავედი. რუსთაველი ამას გეუბნება ერთი სტრიქონით. ერთსა წავსყდი უტევანსა, წავედი და წავეგრძელად. ასეთი პლასტიურია, კაცო, რომ ხანდახან ღამე ერთ სტროფს რო წავიკითხავ, ფეხებს შევიკეცავ, საწოლში სირცხვილეულად მეც მწერალს ვეძახი ჩემ თავს და შოთა რუსთაველის მწერალი იყო მეთქი. ასე ადვილი არ არის, ასე ხელმოსაჭიდი და ასე ისა. ქაჯებიო იქისა. ქაჯები ყოველ ფეხის ნაბიჯზე ამბობს. შოთა რუსთაველი თვითონ არ მოსულან ქაჯები ჯერ. არ მოსულან, არ ესენი რომ ხაზგასმულია მილიონჯერ. რომ მივიდნენ და აიღეს ქაჯეთის ციხე, იქ ქაჯები არ იყვნენ და ვენორი წინვალეთ სვამს ასეთ შეკითხვას. ყველაფერზე გაცემულია პასუხი ვეფხისტყაოსანში. ყველაფერზე. არავით არის გაზვიადება, არავით არის. ეს არის ჟანრული პოეზიის ჟანრის საკითხი, მაგრამ ორ რამაზე არ არის გაცემული პასუხიო. ერთი შაჰინშას შვილი რომ მოკლეს ხვარაზმშას გაჩერდა კაცო მისი პატრონი მეფე კი ეს კარგად აქვს შენიშნული რა მოიმოქმედა კაცო მერე როგორ ასე დამთავრდა მას მეფე შემოიჭრა და არა ხვარაზმშას ასე ჩაიარა ამ ამბავმა და მეორე ქაჯები იყვნენ თუ არა ქაჯები როცა დაამარცხა ტარიელმა, ავთანდილმა და ფრიდორმა და არის ესე იგი უზავე დაფლეთილი სხეულები და ფარები და დამხრეწილი ისა ესო ტარიელის გაკეთებულიაო ავთანდილმა და ფრიდორმა უთხეს ერთმანეთს საქმე არც მისეულიო და ეს ნახეს ზრისა შესაძლებლად გამოეშვა თარე გველსა და ყველაფერი მაგრამ ქაჯები რომ მოვიდნენ იქ 60 კაცი ჩააყენეს მეტი კი არა ავთანდილმა და ფრიდორმა და ტარიელმა და თვითონ წამოვიდნენ წამოიყვანეს ესანი რა მოხდა მერე ქაჯებმა დაებრუნეს ისე უკან ქაჯთა სამეფო ქაჯები ხომ უხორცონიაო კი ამბობს რუსთაველი ხანდახან არ ქაჯნია კაციანაო მინდობიან კლდესას მაგრამ
ქაჯები ხომ უხორცონი რას აქნევენ ქაჯინი ქალსაო რა თუნდაც ქალიო თვითონ უხორცოები არიანო დაბრუნდნენ ეს უხორცოები მე რა მოხდაო თუ შეიძლება ცოტა გულნაკლულად ამ კითხვებზე რატომ არ არის გაცემული პასუხიო ამ ორზე შეიძლება დანარჩენი ვეფხისტყაოსანში არაფერი საკამათო არ არის ვეფხისტყაოსნის კითხვის დროს მუხლზე უნდა დადგე და უნდა ილოცო და მე შალვან უცუბიძის ლექციას მოვსწრები ვარ და შალვან უცუბიძემ გითხრა ერთხელ საჯარო ლექციაზე უნივერსიტეტში ვეფხისტყაოსანი ის ზღაპრული თოკია ციდან დაშვებული რომელსაც მოკიდებ ხელს და გგონია რომ შენ თვითონ იახლოებ და რომ ჩამოიხედავ თვითონ ვეფხისტყაოსანს აუყვანი ხარ სადღაც მაღლა ღრუბელთა ზემოთო არტისტი იყო შალვან უცუბიძე როგორ ლექციას კითხულობდა და მაშინ ლექციას სულ სხვა ფასი ჰქონდა ომიდან დაბრუნებული ხალხი იჯდა აუდიტორიაში ესენი ახლა რა არტისტულადაც არ უნდა წაიკითხო ჩვენი სტუდენტები გიყურებენ ასე და როგორც კი დროს იხელთავენ Facebook-ში შევლენა Facebook-ი გათავდა მაბადიეთ სიტყვა გამიგრძელდა ესე იგი ახლა უნდა დავსვა არსებითი ხასიათი შეკითხვა ვეფხისტყაოსნის საიდუმლო ასე ქვია ამ ნაწარმოებს ეს საიდუმლო დაინახეთ მე ვფიქრობ ბატონო ვალერი საიდუმლო კი არა უფრო იდუმალება ალბათ კი ბატონო მაგრამ რაში აი საიდუმლოს ბევრი ეძებდა ვეფხისტყაოსანში კი მაგალითად პავლე გოროღვას აქვს რომ მაგ დაშიფრულიაო კი თამარის და დავითის სახელები აი ვინ არის აღმოსავლეთით დასავლელ ზართა მარებლად თამარი გითხება შავი ცხენისა დავითა დავითი გითხება ესეთი შიფრი შემდეგ შალვან უცუბიძე ამბობდა პეტრე იბერის და ფსევდო დიონისე არეოპაგელის ამას საქმეს დაფარულსა ბრძენი დივნოს გააცხადებს მაგრამ ეს საიდუმლო ძნელია ახლა პოეტური იდუმალება უფრო არის ტერმინი ალბათ არა იმიტომ რომ საიდუმლო ახლა რამაზ ბატარიძე მთელი ცხოვრება იმას ამტკიცებდა რომ ქართული ანბანი არის შიფრი შიფრია თუ რაც არის ახლა არ ვიცი ეგები იყო ეგებ არ იყო მაგრამ პოეტური თვალსაზრისით ამას მნიშვნელობა არ აქვს ის შიფრია თუ არა პოეტური აი იდუმალება თუ არის პოეტური იდუმალება ის კი არის ეს უკვე პოეზიის სფეროა მართალია ახლა წმინდა საიდუმლო ახლა აზრობრივი შიფრი წმინდა აი სოციოლოგიური კუთხით რომ მივუდგეთ მაშინ იმ დროს ვინმეს შეეძლო თქვა სამეფო კარის კრიტიკა მოეცა ძნელი იყო ხო რასაგურველია შეუძლებელი იყო ალბათ ხო და რუსთაველი იმ დონის მოღვაწეა, იმ დონის მოაზროვნეა, ხომ? რაღაც მოვლენა, წარმოუდგენელი მასშტაბის მოვლენა, ხო? ის გასაკრიტიკებელს ვერაფერს ნახავდა სამეფო კარის ცხოვრებაში, მისი ეპოქის სამეფო კარის ცხოვრებაში, ვიცით ჩვენ საქართველოს ისტორია, თამარის ისტორია, სამეფო კარის ინტრიგები და მთელი ამბები, ხო? აი ეს კრიტიკა რომ მოეცა, ამიტომ დაშირდა მას აი ამ გზების გამოვლა, წეგან რომ თქვი, იმ კიბის საფეხურების დაგება, რომელიც მიგიყვანდა იქამდე, რომ ეს აღმოგეჩინა, შენ რომ დაკვირვებული მკითხველი ხარ. აი ამ მოსაზრებას უარყოფთ ხელაღებით თუ შეიძლება, აბა თქვას ახლა ზუსტად ძნელია თქმა პოეტი რას იგულისხმებს და როგორ, მაგრამ ამოუწურავია საერთოდ ნებისმიერი ნამდვილი პოეტი. ის ორი ხასიათი რომ არის მოცემული, ერთი ფარსადანის და ესე იგი ინდოეთში როგორ არის და არაბეთში ეთანხმება კონფლიქტი არ წარმოიშობა, მაგრამ ინდოეთში წარმოიშობა. ესე იგი ორი მეფის განსხვავებული ხასიათი როგორ არის. ერთში ხასიათის გამო რომ მოიწვიეს ხვარავშაზე
ტრაგედია მოყვა მას. იქ კიდევ ნესტანის საკითხი არ დგას ასე, პირიქით მეფე ასე არის განწყობილი ავთანდილის მიმართ, აქ კიდევ ყველაფერი აქ კიდევ ლომი ლეკვი ლომისას ორია უგითხავს და გაამეფეს კალი. ხო და ნუ ამაში მე მგონი ამ ორი განსხვავებული ხასიათით არის ნაჩვენები ქებაც და კრიტიკაც. გასაგები. ორი განსხვავებული ხასიათი. კარგია. ხო და ახლა თვითონ ჟანრი ნაწარმოებისა იმის საშუალებას არ იძლევა ბატონო ვალერი რომ ნაკლოვანებები სახელმწიფოს მართვის საკითხში და სხვადასხვა შემჩნეული კი შენ ძალიან კარგი ხარ როსტევან მაგრამ ეს პატარა ნაკლი გაქვსო რუსთაველი რომ ამ დონეზე დაშვებულიყო იქ ყოვლად წარმოუდგენელი იყო ნაკლოვანებაზე ლაპარაკი რადგანაც ეს ჟანრი პოემისა არ იძლეოდა არავითარ საფუძველს მაგრამ როგორ გრძნობასთან მიდის ახლოს ვაჟაბშაველას აკაკი წერეთლის თვითონ ბატონი ვენორის და სხვა არაერთი რუსთველოლოგის შეფარვით ნათქვამი თვალსაზრისი რომ ქალის გამეფება ხომ არ არის ეს თამარ მეფის გამეფება იქ სიყვარული ტარიელისა ნესტანისადმი ხომ არ არის თვითონ შოთა რუსთაველის სიყვარული და იქ ნახე როგორი ეპიზოდია ეს ჩართული თამარს არ ვახსენებო და თამარს ვაქებდეთ მეფესაო ერთდროულად არის სისხლისაცემ დათხეული თქვენი ქებანი ვისნი მე არ ავად გამორჩეული ესე იგი ადრეც თქვი ქებაო სადღაც შეიძლებოდა ეხსენებინა მაგრამ სადღაც არ შეიძლებოდა ეხსენებინა იმის გამო რაც თქვენ ახლა ბრძანეთ ხომ პირდაპირ ანალოგია ეს თამარის სამეფო კარისო ამას ხომ ვერ გვეტყოდა რა ამიტომ შეფარვით მოუწია რაღაცებზე ლაპარაკი მე მაინც იქიდან მივდივარ რომ როგორც არ უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ ჰეროიკაზე საგმირო ეპოსზე და ასე შემდეგ ეს მაინც ეპოქალური ნაწარმოებია ეპოქას უმთქავს ამ ნაწარმოებში და ეპოქის სათქმელებს ეპოქის სატკივარს ეპოქის პრობლემებს უარყოფდა რუსთაველი და მისი პოეზიის მიღმა დატოვებდა? აბსოლუტურად გეთანხმებით. აი ეპოქის სატკივარი აქ არ არის რუსთაველის თვალთახედვის არედან გასული მთელი პოემა გრანდი მეცნიერები მე თუ მომცემთ 2 წუთს მე ვეფხისტყაოსის ტექსტზე გესაუბრებით და იქ გეტყვით გრანდი მეცნიერები აი როსხედან რუსთაველის კარგად მცოდნე და გამგები მეცნიერები ისინი უარყოფენ არავითარ შემთხვევაში კაცო რას ქვია საქართველოს სინამდვილეო რუსთაველს შენასწავლიდიო მაშინ რატომ გავიდა საქართველოს სინამდვილიდან და გავიდა კი შოთა რუსთაველი შოთა რუსთაველს მართლა ხატაეთი აინტერესებს მართლა ნიდოეთი აინტერესებს მართლა არა ჩემო ძვირფასებო ალეგორიულად ეს მაინც დაუშვათ კაცო ყველაფერს თავი დავანებოთ რა რუსთაველმა იმდენად დასცინა თავისი დროის უმდიდრეს საქართველოს სადაც ხალი გაამეფეს სადაც სპარსეთის ჯარს ამარცხებს ქართული ჯარი იმდენად დასცინა რომ არ ახსენა თავისი პატარა სამშობლო და იფიქრა ჩემს რომანს ლექსად უფრო მეტი ფასი ექნება თუ მე ინდოეთში ხატაეთში არაბეთში წავიღებ მოქმედებასო თქვენ სწორი ხართ ვენორი ქოჩახიას გაბედული ნათქვამით სწორია და იქნებ შემოbrunდეთ ჩვენ
შოთა რუსთაველს ძალიან ურა ინტერნაციონალისტად ნუ გამოაცხადებთ და შოთა რუსთაველი თავისი ქვეყნის ბედზე თავისი დრამატული ქვეყნის ბედზე მომჩიმანი პოეტიც გავხადოთ ჩვენი შესაძლებელი ეს არის ამ წიგნში კი ბატონო დათანხმებით ჩვენი შესაძლებელი არაფერი არ ჭირს შოთა რუსთაველს მაგრამ შეგაიგაცო ნუ წავართმევთ იმას რასაც ქალის გამეფება ქვია რასაც აი მკვლელობა ქვია თუ გნებავთ ხვარაზის შვილისა და რატომ მოკლა და ეხლა ხო ვილაპარაკეთ ჩვენ იმაზე რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა სხვა მეფედ დაждდეს ინდოეთს მერტყას მე ჩემი ხმალია მართალია და საინტერესო არის ერთი ეპიზოდი კიდევ ესე ამბავი სპარსული ქართულად ნათარგმანები ეს თვითონ აქვს რუსთაველს ნათქვამი ხო ახლა ზოგი ჩანართა თulis ამას ძნელია თქმა ეს რუსტველის კალამს ეკუთვნის თუ ინტერპრეტატორის ბატონი ვენორი გვეუბნება რომ ეს მას იმისთვის დასჭირდა რომ შენ რომ ამ საიდუმლოს მიადექი და გახსენი აი ამის დასტურია სწორედ ეს რომ არავითარი სპარსულიდან ნათარგმანები ეს ნაწარმოები არ არის სხვადასხვა დიდი კვლევაძიება მიდიოდა ამ მიმართულებით ბატონო ვალერი აქ ერთი რამ არის აი მურმან თავდიშვილს აქვს შესანიშნავი რუსთველოლოგიური ნაშრომები. რამდენიმე ტომად აქვს გამოცემული და ერთი აქვს რუსთაველი და ფირდოუსი, მეორე რუსთაველი და ნიზამი განჯელი. მთელი აღმოსავლური პოემები ყველა შაჰნამეც, ლეილ მაჯურნიანის ყველანი ისინი წერენ რომ ეს არის ნათარგმანები, ეს ჩემი ის არ არის, რატომ მიაჩნდათ ეს არ ვიცი. ასე ერთგვარი ამის გავლენაა თქვენ ფიქრობთ? არა, ასე იყო მიღებული იმდროინდელი ესთეტიკა. და ვეფხისტყაოსანში ამის გავლენა აქვს. ვეფხისტყაოსანში ჩემს აზრით ეგ. თუმცა შესაძლებელია საერთოდ არ იყოს მისიო ამასაც ამბობენ, ხო? ესეც არის რომ ზოგი ართულის მას რუსთაველის დაწერილად, ზოგი რუსთაველი. ეხლა აი მურმან თავდიშვილმა ტექსტი გამოსცა ხო და მაგრამ იქ ჩართო ეს მაგრამ ნუ ზოგი ართული რომც იყოს სპარსული ითვლებოდა მაშინ აი რომ ითვლებოდა მე-20 საუკუნეში სიმბოლიზმი მოდერნიზმი რო იყო ნიმუში გალაქტიონისტვის გამსახურდიასთვის ცისფეროვანწალებისთვის ობაქიზისთვის ნიმუში ისე იყო მაშინ სპარსული კულტურა განსხვავებით ბერძნული ბიზანტიური კულტურისაგან ბიზანტიური ასკეტური ლიტერატურა ეს ჰიმნოგრაფია ჰაგიოგრაფია მე-12 საუკუნიდან რადიკალურად შეიცვალა ანტიბიზანტიური არის ვეფხისტყაოსანი ანტიბიზანტიური არც ასკეტიზმი არც ჰიმნოგრაფია არც სასულიერო არაფერი ხორციელი ცხოვრებისეული ნებები და აი ბობოქარი ცხოვრება არის შემოშებული ლიტერატურაში ხო და აი ეს იყო სწორედ სპარსული ესთეტიკა. ნუ ახლა მე ასე ვფიქრობ და შეიძლება კი, სწორია, სწორია. ინტერპრეტაცია. და კიდევ ის ამბავი რომ აი თქვა შალვან უსუბიძე რასაც ამბობს მე უკვე ვთქვი ამასთან დაკავშირებით აღმოსავლური რენესანსი რომელიც უსწრებდა ეს მარტო შალვან უსუბიძის აზრი არ არის ცნობილია რომ ევროპელი მეცნიერები ლოსევის აზრი ხომ აქვს ლოსევის აზრიც არის აქ და ის ჰონიგმანი რომ იყო ჰონიგმანის ცნობილი თეორია იყო ცნობილი კი ესენი დამოუკიდებლად მივიდნენ ამ დასკვნამდე რომ აღმოსავლური რენესანსი უფრო წინარე მოვლენაა ვიდრე დასავლური რენესანსი და ამ ქრონოლოგიურად ასე არის ქრონოლოგიურად და ახლა მოახდინა გავლენა აღმოსავლურმა თუ არა სხვა არის მაგრამ ეგ სხვა ცალკე კვლევის თემაა მაგრამ ქრონოლოგიურად წინ უსწრებს სხვა ასე არის რა და ერთი რამ ბატონო რეზო რომელიც აუცილებლად უნდა გითხრათ აქ არის ძალიან საინტერესო მსჯელობა იმასთან დაკავშირებით თუ რატომ აირჩია შაირობა მის სამეთყველო ენად, მის ინსტრუმენტად, ასე ვთქვათ, ამ ნაწარმოების შექმნისას შოთა რუსთაველმა. და კარგი მსჯელობებია, ძალიან დასაფიქრებელია ვენორ კვაჩახიას აზრი. რას ფიქრობთ თქვენ, აი იქ ის რომ გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის,
ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ მოშაირი არ აქვიან ვერას იტყვის ვინც აგრძელად. ეს ხომ თითქოს ორი ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებაა, მაგრამ მერე დასაბუთებაა კარგი მოცემული და ნიმუშები აქვს მოცემული, სად თქვა რუსთაველმა გრძელი სიტყვა მოკლედ და როდის არ თქვა რუსთაველმა ის რაც შეიძლებოდა მოკლედ ეთქვა მოკლედ. აი ამ მსჯელობებთან დაკავშირებით მინდა თქვენი აზრი მომისმინო. შემთხვევითი არ არის რომ შოთა რუსთაველმა კარგად იცის იმ დროის ლიტერატურა, ლიტერატურული თეორია და ფილოსოფიაც. აი ამიტომ არის შესავალში ასე კარგად ჟანრზეც საუბარი და მიზნურობაზეც. რასაც ვკიდებ მე ხელსო ეს შაირობაო, შაირობა მაშინ ერქვა ლექსის წერას. კი ბატონო. ეს სინონიმია მხატვრული აზროვნების. პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგიო. საღმთოდ გასაგონი მსმენელთათვის დიდი მარგი კულა აქაცა იამების ვინცა ისმენს კაცი მარგი გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის შაირია ამად კარგი. უფრო უკეთესი ფორმულა დასახასიათებლად აი გრძელი სიტყვის მოკლედ თქმა და თვითონ კაცო გძლათ აქვს ნათქვამიო იტყვის ახაც აი ფილოსოფოსებს ზოგიერთი ლიტერატურის ცოდნე მოვლენის ხატვაზეა ლაპარაკი მოვლენის ხატვაზე აი მაგალითად წერლის დაწერილი და არამწერლის დაწერილი ერთი წერალი რომელმაც მოთხრობა გამოაქვეყნა მე ახალგაზრდა კრიტიკოსი ვიყავი მაშინ და გავაკრიტიკე აი ასეთი ფრაზა ჰქონდა სასადილოში ადამიანები აქ-იქ შემოსხდომოდნენ მაგიდებს და თავთავიანთ კერძებს შეექცეოდნენ მე ვუთხარი ბატონო ლადო დავწერეთ სისკარში წერილი ეს არის მრავალ სიტყვაობა ეს თქვენ შეგეძლოთ სულ რამდენიმე სიტყვით სამი სიტყვით გამოგეხატათ მეთქი ატყდა კამათი ამაზე მწერალთა კავშირში რომ როგორ რანაირად როგორ სასადილოში ადამიანები არიან ხომ აქ-იქ შემოსხდობოდნენ მაგიდებს ადამიანები არიან აბა ცხოველები სასადილოში არ შედიან ხო და თავთავიანთ კერძებს შეექცეოდნენ სხვისას ვინ გაჭმევს კაცო არ გეკითხე ხავს თავს ამიტომ მწერალმა შეიხედა თუ არა მაშინ უნდა წერა სასადილოში ხალვათობა იყო ესე იგი არ იყო ხალხი ბევრიო რუსთაველს ვერ უპოვით ვერცერთ სტრიქონს გაჭიანურებულად თქმისას მისი ნათქვამი ყოველთვის არის ლაპიდალური ყოველთვის არის მოკლე ხოლო რაც შეეხება რომანს ლექსად მაშინ რა თქმა უნდა რაგი ცალკე ლირიკული ლექსი არ არსებობდა შოთა რუსთაველი წერს რომანს ოღონდ პოეზია მას ეკაჩება თავის მხარეს ამიტომ ჭირდება ეს ამდენი ქაჯები ამიტომ ჭირდება ეს ამდენი ხატული სიტყვა და სოსობრო მოიტანა მაგალითი შვენიერი იქნებოდაო ნოზარზე წერს კაცო ეს რითმები და მეტაფორები რო არ იყოსო მე გთხოვეთ თქვენ რამდენი წუთი დაგვრჩა ბრძანეთ ხო ორიოდე სიტყვა იმის შესახებ რა არა გვაქვს საკმარისად შესწავლილი ვეფხისტყაოსანში ერთი ის რომ ვეფხისტყაოსანზე
დღესაც იწერება უამრავი წიგნი, მაგრამ თანდათანობით შემოელია ჩვენს მეცნიერებას ბატონო სოსო თქვენს გასაგონადაც უნდა ვთქვა ერთი პერიოდი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში იყო ვეფხისტყაოსნის ტექსტის დამდგენი კომისია. კი ბატონო. რომელსაც ვაკრიტიკებდით მე და შენ ენერგიულად მე დავიწყე ეს კრიტიკა და მე შენ მურმან თავდიშვილი შოთანიშნიანიძე ლევან სანიკიძე ესენი ყველანი აკვნენ და დიდი კამათი ჰქონდა ჟურნალ კრიტიკაში ატეხილი. მე ჩვენი მეცნიერებათა აკადემია დაისეთყვა რბილად რო ვთქვათ სააკაშვილის მიერ. ახლა იქ მეცნიერებათა აკადემიაში ჩემი მეგობარია პრეზიდენტი როენ მეტრეველი. მეცნიერებათა აკადემია დასეთყვილი, რომელსაც ინსტიტუტები ჩამოართვეს, ეს გამომცემლობები და ყველაფერი ჩამოართვეს. დღეს რა თქმა უნდა განიცდის კადრების ნაკლებობას, მაგრამ მე მინდა ჩემს როინს ურჩიო, რომ უპირველეს საქმედ გაიხადოს ვეფხისტყაოსნის ტექსტის დადგენა, მეცნიერული ტექსტის დადგენა. ვკითხე ამასწინათ ერთ ღონისძიებაზე გვერდით ვიჯექით და რა შვება როინ აკადემია მეთქი და გენიალურად მიპასუხა ხანდახან სახში გამახსენდება და ვიცინი ხოლმე თვლემს ჩემორეზო თვლემსო მართლაც თვლემს ეხლა აღარ თვლემს სოსონი არა ისეთი ნათელი გონება ისტორიაში როგორიც როინია რომ მივიდა იქ მე ვიცი ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს და გეტყვით ახლა რა არის ტექსტი ამ კომისიამ აკადემიის კომისიამ როინი არ იყო მაშინ არც პრეზიდენტი და არც ვიცე-პრეზიდენტი გათახსირა ვეფხისტყაოსანი დაიჯერებთ მე არ წამომსწრება ხოლმე სიტყვები ჰაერზე გააფუჭა ტექსტი და გაფუჭებული ტექსტი გამოსცა 1988 წელს აი რა ვეფხისტყაოსანში წერია მონათა ხელი გამართეს მისა შესაბრყობელად მან გლახიგინი დახადნა თავსა ხელაღუპლესა წერთასა საწყალობელად კრა ერთმანეთსა დახოცა თავსა ხელაღუპლობელად ზოგსა გადაჰკრის მათრახი მკერდამდის გასაყობელად როგორც უნთხავს ნახესტრიქონი კრერტმანეცა დახოცა თავსა ხელა ზოგსა გადაჰკრის მათრახი მკერდამდის გასაყობელად გენიოს რუსთაველის კომისიის წევრებს წავიკითხე ვეფხისტყაოსანი პირკატამეცა 88 წელს გამოცემული ზოგსა გადაჰკრის მათრახი ქვემ მკერდამდის გასაყობელად რა უბედურება ენის გასატეხი რას ქვია ქვემ ორი მკერდია ადამიანს ქვემ მკერდი და ზემ მკერდი ხო კარგი მეორე ადგილზე მიჯნურობა არის ტურფას ასოფენლად ძნელი გვარი მიჯნურობა სხვა რამე არ სიცვისა და საზარი იგი სხვა სიძვა სხვა შუაუზის დიდი მზღვარი ნურვინ გარებთ ერთმანეთსა გესმასთ ჩემი ნაუბარი რუსთაველი გესმასთ გესმოდეთ ჩემი ლაპარაკიო ნურვინ გარებთ ერთმანეთსა გესმასთ ჩემი ნაუბარი ნეტახსენებულ არ მინდა ხა ენაზე მადგას და აღარ არის ცოცხალი და არც ერთი აღარ არის ცოცხალი უკვე რუსთაველის ამ კომისიის წევრები რომლებმაც გააფუჭეს მეთქი ტექსტი ასე გაუსწორებია ვიცინოდით მე და მურმან თავდიშვილი რო წავიკითხეთ ნუ ვინ გარებთ ერთმანეთსა
გესმის ჩემი საუბარი უკვე ძალიან პროზაული სახილის ნიშანი შეცვალეს კითხვის ნიშანი შენ რუსთაველი შენი დეკანი ხوارგონია კაცო ან დეკანის მოადგინე ფაკულტეტის ნუ ვინ გარებთ ერთმანეთს გესმას ჩემი გესმოდა ჩემი საუბარი რუსთაველი შენ თავს არც გიყადრეს და აი ასეთი სისულელებით ფათერაკის სწორად მოკლავს ვეფხისტყაოს შანსი წერია ერთი იყოს თუნდა 100 ფათერაკი ესე იგი თუ მოიზღვრა მიწისძვრა მოხდა ან დაიქცა ქვეყანა სულ ერთიო ამბობს მე ერთი ვიქნები თუ 100 კაცს წავიყვანო სწორად მოკლავს ერთი იყოს თუნდა 100 გაუსწორებიათ ასე განგება სწორად მოკლავს ერთი იყოს თუნდა 100 განგება გაცო ერთად კი არ კლავს გაცო ყველას განგება შეარჩევს ვინა მოკლის ღირს და ვინ არა ფათერაკიო შოთა რუსთაველის შენ დასინი ზუსტად შემთხვევითობაზეა ხაზგასმა არა კანონზომიერ მოვლენას შემთხვევით ახლა კიდევ ერთს გეტყვით შეიძლება თქვენს სატელევიზიო არხზე თავისუფალი ლაპარაკი ცოტა ვულგარული შეიძლება იყოს იმიტომ რომ ჩემი კი არ არის ვეფხისტყაოსის ტექსტის დამდგენი აკადემიური კომისიის მიერ გასწორებულია მაგის პრეროგატივა აქვს გრიშა ონიანს და არა აღებული მაგრამ მე ახლა გრიშა ონიან მე ციტატა მომყავს სვისი ვეფხისტყაოსანში წერია კაც შუბი ვკარ ცხენი დავეც მათ ორნივე მიხვდეს მზესა შუბი გატყდა ხელი ჩავყავ გაქებ ხმალო ვინცა გლესა ნახე როგორია კაც შუბი ვკარ ცხენი დავეც მათ ორნივე გაუსწორებიათ კომისიის წევრებს აი რა წერია შეგიძლიათ ბიბლიოთეკაში ხვალვე გამოიძახოთ კაცსა შევეც ცხენი დავეც მათ ორნივე მიხვდეს მზესა შუბი გატყდა ხელი მასწავლებელმა რომელიც მეათე კლასში ასწავლის ბავშვებს ეს უთხრას აი ბავშვებო ვეფხისტყაოსანში რა კარგია კაცსა შევეც ცხენი და რომ თქვი ეს ერთმა ნაფიცმა რუსთველოლოგმა მითხრა რეზო იმაზე კი არ არის ლაპარაკი რაც შენ გაიფიქრეო აქ შუბზეა ლაპარაკიო კაცო შუბზე რო იმ ხათმის არ იყოს გიჟი გაუშვეს და წადიო შენ გიჟი არ ახარო კაცო ქათამა რო ამკენკოს მეო ქათამი რო ამკენკაცო კაცო შენო არ ახარ შენ კაცი ხარო გავადა და შემოbrunდა უცებ მე კი ვიცი რომ მარცვალი არა ვარ მაგრამ ქათამა იცისო იცი არ იყოს კაცო ბავშვს როგორ ეუბნები ამას და კიდევ ერთს ამჯერად უკვე წესიერს არის ასეთი რუსთველოლოგი მშვენიერი წიგნების ავტორი და ყველაფერი შემხვდა რატო ამოიღეთ ეს სტროფი მე უთხარი ჩემო ზვირფასო კაცო ვეფხისტყაოსნიდან შენ კომისიის წევრი ხარ ირაკლი აბაშიძეც იყო მაგრამ არ ესწრებოდა და ირაკლი მუშაობდა ჩემი სახლის წინ ენციკლოპედიაში და ყოველ დღე შევდიოდი ირაკლი იყო უსაყვარლესი კაცი იუმორით სავსე წინვალე და შევდიოდი ხან ვეფხისტყაოსანზე ველაპარაკებოდი ხან მის წინვალე პოემაზე პალესტინა და ასე მისი პატარა ნამცეცა მეგობარი ვიყავი აცხონოს ღმერთმა ჩემი სათაყვანებელი კაცი იყო ვეფხისტყაოსანში აი დავამთავრებ ერთ წუთში ასეთი რამ წერია მოვიდიან შესამკობლად ქვეყნით ყოვლნი სულიერნი ტყით ნადირნი წყალში გთევზნი ზღვით ნიანგნი როგორ
არა, ციტფრინველნი წყალში თევზის ზღვით ნიანგნი ციტფრინველნი ინდო არაბ საბერძნეთით მაშრიყნი და მაღრიბელნი რუსნი სპარსნი მოფრანგენი და მისრეთით მეგვიპტელნი კი ბატონო აი მოვიდიანო ესე იგი თავთანდილის ცნობილი იმიდან არის რატო ამოიღეთ ეს სტროფი მე ვუთხარი ცუდია კაცო მოვიდიან შესამყობლად ქვეყნით ყოვლისური რეზოვო შენო ვეფხისტყაოსანი კარგად იციო მაგრამ ეხლა კი ჩაიჭერი ჩემთანო რა მე ვუთხარი შოთა რუსთაველსო მისრეთით მეგვიპტელნი ეცოდინებოდა ფრანგნი მოფრანგენი ესენი მაგრამ რუსნი არ ეცოდინებოდაო რუსთაველს რუსთი საიდან ეცოდინებოდაო და ბიჭო მე ვუთხარი თამარ მეფეს პირველი ქმარი რუსი არ ყავდა მე ვუთხარი შემომხედა ასე ჩაჭრილი მოწაფის თვალებით და ვაიმე ეს არ გაგვახსენდაო ეს არ გამოსწორებია მეორე დღეს ვუთხარი ირაკლი აბაშიძეს მოკვდა სიცილით მართლაც წერია მითხრა მართლაც წერია ხო რუსები არ ეცოდინებოდაო როგორ არ ეცოდინებოდათ კაცო რუსნი მე-7 საუკუნიდან იცოდა ქართველმა მაგრამ ასეთი წყეული თუ იყო ვალერი ახლა როა ეს არ იცოდა ლამდილად შენ რო იცავ რუსებს და შემჭამე ამის გამო ახლა შენ გადახვედი ისე ბუმაზე მოგვივა ჭკუბი დავაფუჭებთ ამ გადაცემას და ყველაფერს ამიტომ სხვათაშორის ფიქრობდი მე და შენ ჭკუბი არასოდეს არ მოგვივა ძვირფასო მსვენელებო და მაყურებლებო ფიქრობდი მე დღეს რა კი ეს ორი დიდებული ჩვენი სტუმარი ჩავიგდე ხელში რა თქმა უნდა ცოტა დროს მოვიტოვებ იმისთვის რომ დღევანდელობაზე ჩვენ სატკივარზე ვისაუბროთ მეთქი მაგრამ არ გამოვიდა იმიტომ რომ ჩვენ დღეს მომსვლელად რამე სატკივარი გვაქვს რამე სატკივარი არის ამ ბედნიერ საქართველოში ჩვენ ისეთი სიტყვით აღჭურვილი სტუმრები გვყავდა დღეს რომ მათ იუმორის გაურიეს აკადემიურ სტილს აგვაცილეს ასე ვთქვათ და მე მგონი თად უინტერესო არ გამოვიდა ეს გადაცემა იმის გათვალისწინებით რომ თვითონ ვეფხისტყაოსანია ულევი და ბატონი ვენორის წიგნი არის თვითონ ძალიან საინტერესო წიგნი სტიმულის მომცემი წიგნი ამიტომ მე გავბედავ როგორც მწერალთა კავშირის წევრი კი ბატონო და შუამდგომლობას გაუწევ ამ წიგნს მწერალთა კავშირის წინაშე რომ იქნებ წარმატგინოთ ეს რუსთაველის პრემიაზე რუსთაველზეა ვეფხისტყაოსანზე გარდაცვალებას წესდებით მართლა აი მომენტში თუ გარდაიცვალა წარდგენილი რო არის მაშინ კი ეგ არ ვიცოდი მართლა იგი კარგი რაღაცა წესდებაში არის ჩახედული მაგრამ გამოსწორება იმით შეგვიძლია ჩვენ მწერალთა კავშირის ხელმძღვანელებს მე ხა ყველას მაგირად ვევილაპარაკებ მაგრამ ცემალზე შეიძლება შესანიშნავი წინა სიტყვა ბატონო თქვენი აი ბატონო ვალერის მიმართ გამოვხატოთ მე არა ეს კი მაგრამ მე თვითონ ვარ იმ კომისიის თავმჯდომარე რომელიც ლიტერატურულ პრემიებს იძლევა და მე მაყვალა სოსო ბაღათერ არაბული და ბადრი ქუთათელაძე გადავწყვეტ იმას მოვილაპარაკებთ რომ სიკვდილის შემდეგ ამ წიგნისთვის ვენურ ქვაჩახიას მიეცეს თავისი ხარისხით და ოდენობით და მასშტაბით ძალიან კარგი პრემია ილია ჭავჭავაძის პრემია სიკვდილის შემდეგ ძალიან დიდი მადლობა მე ეს უკვე ესეთი ორგანიზაციული საკითხებია რაზეც კიდე ცალკე დავილაპარაკებთ დღეს მინდა ძალიან დიდი მადლობა გითხრათ იმისთვის რომ ძალიან მოკლე დროში თქვენ წაიგეთ ეს ნაწარმოები გარდა ამისა
აგერ თითქმის საათნახევარია უკვე არის ამდენი? კი, საუბრობ. დრო რა შეუმჩნევლად გაიგე. იმიტომ რომ რაღაც საინტერესო ატმოსფერო ჩამოყალიბდა. კიდევ ერთხელ გიხსით ბოდიშს ფორმატის შეცვლის გამო, მე მესმის რომ დაგროვდა ძალიან ბევრი ისეთი საკითხი, ისეთი თემა პოლიტიკაში, საგარეო პოლიტიკაში, საშინაო პოლიტიკაშიც, რომლის განხილვასაც თქვენ დღეს ელოდებოდით, მაგრამ ერთი კვირის თავზე პარასკევს, როდესაც ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს, მე არ გამოვტოვებ იმ საკითხებს, რომელიც დღეს იძულებული ვიყავი გამომეტოვებინა და თქვენ წინაშე მექნება უფრო სრული ანგარიში, ასე ვთქვათ. ახლა კი კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაუხადო ბატონ რეზო მიშველაძეს, რუსთაველის პრემიის ლაურეატს, ცოცხალ კლასიკოს, როგორც კი ბატონ სოსო სიგუას, ქართული ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის წევრს, აი ამ საინტერესო საუბრისათვის და ამით დაგემშვიდობებით. მადლობა ბატონ ვალერი. ორგანიზებას მადლობთ. თქვენთან ყოველთვის